მოგესალმებით, ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო, ცოტა სხელავ. კულინარიული რეცეპტია. რა თქმა უნდა, იმდენი ლაპარაკი ალბათ იფიქრებთ, მაგრამ მოემზადეთ. უნდა ვილაპარაკო. ჩემი ყველა რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ, იქნება იმაზე, რომ ყველა შეუძლია მომზადება. თავარია პრაქტიკა, ბევრიც და სიყვარული იმისა თუ რასაც ვაკეთებთ. ეს მე არ მithქვამს. ეს თქვა ჯულია ჩაილდმა. ხო, და კიდე გუსტავმა, მულტფილმ რატატოიდან. აი, მაწერია კიდევაც ყველას შეუძლია მომზადება. პირველად 10-12 წლის წინ ვუყურე ფილმს Julie and Julia, სადაც თავარ როლს ასრულებდა Meryl Streep. What is it that you really like to do? Eat. And you're so good at it. Look at you. Now, how good you are. Julia Childმა ამერიკელ დიასახლისებს დაუღეჭა ფრანგული სამზარეულო და უთხრა, რომ ყველა შეუძლია მომზადება და შეცდომების შიშმა არ უნდა გაგვაჩეროს. პრინციპში ისევე როგორც ცხოვრებაში. It's okay to make mistakes. ვინ იყო ჯულია ჩაილდი? ჯულია ჩაილდი იყო ჩვენი დროის გამორჩეული კულინარიული წიგნის ავტორი და ტელეწამყვანი. ეხლა ცოტათი ჩემზე. მე ვარ ეკა გაგუა და ჩემს გადაცემას ექნება Bon Appetit. და დღეს ჯულია ჩაილდის წიგნიდან ვამზადებ უგემრიელეს, უმარტივეს რეცეპტს და ეს იქნება შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტი. ფისტით არ იქნება. ამ რეცეპტს ორი მთავარი გმირი ყავს. ეს არის შოკოლადი და ნუში. მოკლედ, ყველა ის ინგრედიენტი გვაქვს, რომელიც ძალიან მარტივად მოიპოვება. არ ჭირდება მადაგასკარში ჩასვლა, აფრიკაში ჩაფრენა და საფრანგეთიდან ფქვილის ჩამოტანა. ჩვენ დაგვჭირდება კვერცხი, ფქვილი, შაქარი, ნუში, შოკოლადი, კარაქი, მარილი, ცოტა ყავა. ამ რეცეპტის ნახვა შესაძლებელია ჯულია ჩაილდის წიგნის 677 გვერდზე. ძალიან დეტალური რეცეპტია. იწყება ესე. ეს არის არაჩვეულებრივი, სველი, ფუმფულა, საინტერესო, თან შოკოლადიანი ნამცხვარი, რომელიც ყველას მოეწონება. მოკლედ, პირველ ეტაპზე დარბილებული კარაქი უნდა ავთქვიფოთ შაქართან ერთად. დაგვჭირდება 113 გრამი დარბილებული კარაქი, 150 გრამი შაქარი, დავამატეთ დარბილებულ კარაქს და ეხლა ამას ავთქვიფავთ. გავაცალკავებ კვერცხის გულს ცილისგან, გულს პირდაპირ ჩავაგდებ ჯამში. ცილას კიდე შევინახავ. ცილას შევინახავ მაცივაში, ათქვაფამდე. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცილა ათქვეფის დროს უნდა იყოს ცივი, ხოლო ჭურჭელი, რომელშიც ცილას ავთქვიფავთ, შრალი. სხვათა შორის ეს შოკოლადის ნამცხვარი იყო, სწორედ ის ნამცხვარი, რომელიც თავარი გმირის მეუღლემ სახეზე შეიძილა. კი? აი. მოკლედ, ჯამში მოვათავსებთ ცილას და ვიწყებთ ათქვეფს. სადღაც აი საპნიან წყალს რო დაემსგავსება ეს ჩვენი ცილა, მაგ დროს შეგვიძლია მარილი ჩავყაროთ. ცილა რას გვაძლევს რეცეპტში და რატო არის საჭირო, რატო გავირთულეთ მოკლედ ცხოვრება. ეს შოკოლადის ნამცხვარი არის მძიმე, ნოტიო. ცილა მიცემს სიმსუბუქეს და აი ამ ყველაფრის ერთად თანხვედრა იქნება გენიალური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადავთქვიფოთ ეს ჩვენი ცილა. როგორ უნდა მივხვდეთ? პრინციპში უნდა გააკეთოს ესეთი ღრუბლები. მოკლედ, შემდეგი ეტაპი გვაქვს, უნდა გავადნოთ შოკოლადი. შოკოლადი ჭირდება საშუალოდ ტკბილი, 115 გრამი. მე შეურიე შავი შოკოლადი და რძიანი შოკოლადი, რადგანაც მიყვარს ეს ორი გემო. უფრო ინტენსიური გემო თუ გინდათ, რასაკვირველია, მეტი წილი უნდა იყოს შავი შოკოლადის. ამ ყველაფერს გავადნობთ წყლის აბაზანაზე და ერთი საიდუმლო. უნდა დავამატოთ ყავა. ან რომი, მაგრამ ყავა უფრო მარტივი ინგრედიენტია, ხო და მოდი მე ყავას დავამატებ. შოკოლადს ვადნობთ წყლის აბაზანაზე. ვადუღებთ წყალს, წყლიან ჯამზე ვათავსებთ თასს, სადაც ვდებთ შოკოლადს და ვთიშავთ გაზს. ეს ყველაფერი მისცემს შოკოლადს საშუალებას, რომ არააგრესიულად დადნეს. არააგრესიული დადნობა რაში გვჭირდება, რომ შოკოლადმა მთელი ის მისი ეთერზეთები არ აორთქლოს და რაღაცა აი პლასტელინივით მასად არ გადაიქცეს. შოკოლადში უნდა ჩავასხათ ყავა. თუმცა აქ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სითხე უნდა გადავურიოთ გამდინარე შოკოლადში. არ შეგეშინდეთ, თავიდან შეიძლება იყოს ეფექტი, რომ აიჭრა, მაგრამ არა. ეგ არის. რადგანაც ჩვენი რეცეპტის მნიშვნელოვანი ინგრედიენტი არის ნუში, ცომშიც ვამატებთ ნუშს, ოღონდ ამ შემთხვევაში ნუშს დავფქვავთ. მე გამოვიყენე 30 გრამი ნუში. რეალურად დაფქვილი ნუში ასრულებს ფქვილის ფუნქციას. ფქვილსაც დავამატებთ ცოტა რაოდენობით, სადღაც დაგვჭირდება 60 გრამი ფქვილი, 20-30 გრამი ნუში. დაიფქვა. ეგ არის.
ეხლა ყველაფერი უნდა გადაურიო ერთმანეთს. ეს იქნება გამნარი შოკოლადი კარაქში. ჩავყარო ნუში, დავამატო ფქვილი და ბოლო ეტაპზე უნდა დავამატო ათქვეფილი ცილა და გეტყვით როგორი ტექნიკით, რომ ცილამ ჰაეროვნება შეინარჩუნოს. ანუ ჩვეულებრივად კი არ ურევთ, ცოტა სხვანაირად ურევთ, მაგრამ მარტივად. შოკოლადი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს, რეაქციაში არ შევიდეს სხვა ინგრედიენტებთან. კარგი, ვამატებთ. კარგად, გადაურიეთ კარაქი და შოკოლადი. ადამიანები, ვინც უშაქრო დიეტაზე ხართ, გთხოვთ მოერიდოთ ეკრანებს. ეხლა ვამატებ ნუშს. ფქვილს და დამრჩა ბოლო ეტაპი. მომზადებული ცილის დამატება. ეხლა აქ მთელი ამბავი არის ის, რომ ცილა დავამატოთ ნელ-ნელა, ისე რომ ცილამ არ დაკარგოს ჰაეროვნება. ცოტა მარილს ვამატებ, ძალიან მნიშვნელოვანია შოკოლადიან რეცეპტებში, მარილი არ დაგვენანონ. ზოგადად დესერტში ძალიან მნიშვნელოვანია მარილი, თუმცა აი შოკოლადის გემო უფრო მეტად ამოყავს მარილს და ძალიან სასიამოვნოა. ვიღებთ და ეტაპობრივად ნელ-ნელა აი ესე ვურავთ ამოძრავებით. ეხლა ეს მომზადებული ცომი უნდა გადავიტანოთ ფორმაში და ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც თქვი, არის, რომ ჩვენი შოკოლადის ნამცხვრის გული უნდა დარჩეს სველი. შესაბამისად, მე წინასწარ გავაცხელე ღუმელი 180 გრადუსზე და მოვათავსებ ნამცხვარს 15 წუთით და პერიოდულად შევამოწმებ. გადავედი ბოლო ეტაპზე, ცხობის დრო პრინციპში 15 წუთი არ იყო, 25 წუთი ჭირდება ამ ნამცხვარს გამოსაცხობად. შესაბამისად, თუ 15 წუთში თქვენი ნამცხვარი გამომცხვარი არ იქნება, ჩათვალეთ, რომ 25 უნდა ყოფილიყო ღუმელში. რაც შეეხება შოკოლადის კრემს. არ ვიცი, რამდენი თქვა კრემი, ამას ეს არის გამნარი შოკოლადი, რომელსაც ნელ-ნელა შევურავთ კარაქს და ისევ ცოტა სითხეს დავამატებთ ყავის სახით. აქ მე მაქვს ადუღებული წყალი, ისევ და ისევ, ჯამი, რომელიც ასევე გახურებულია. შესაბამისად, ამ ჯამში მოვათავსებ შოკოლადს, რომელიც ძალიან ნელა, წყნარად, მშვიდად გადნება სტრესის გარეშე. შოკოლადში ცოტა სითხეს ჩავამატებ, ეს სითხე არის ყავა ამ შემთხვევაში. და ეხლა დაგვრჩა ბოლო ეტაპი. შოკოლადში იმისთვის, რომ თავი ჩვენი ნამცხვრის იყოს რეალა და ლამაზი, უნდა დავამატოთ კარაქი. კარაქს ვამატებ ეტაპობრივად, სადღაც თითო სუფრისკოვს და სულ უნდა დავამატოთ 3 სუფრისკოვსი. შეიძლება ეს მასა თხელი იყოს, მაგრამ ამის საშუალებაც გვაქვს, რომ გავასქელოთ. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყინულის აბაზანას. უკვე დამნარი შოკოლადის ცოტათი გასამყარებლად, ასე რომ ვთქვათ. ჯერჯერობით მაგ ეტაპზე არ მივსვარ, ჯერჯერობით ხდება კარაქის და შოკოლადის გახსნა, რომ ეს ჩვენი მასა იყოს რეალა. მივედით საბოლოო კონსისტენციამდე. თხელია, მაგრამ როგორც გითხარით, ამ პრობლემას ძალიან მარტივად მოვაგვარებთ. ყინული, როგორც გითხარით, და თხევადი შოკოლადი, რომელიც ცოტა უნდა გავასქელოთ იმისთვის, რომ ნამცხვარზე მოთავსდეს კარგად. ამასობაში გამობრძანდა ჩვენი ნამცხვარი ღუმელიდან. როგორც ხედავთ, თავიდან ეს ნამცხვარი ცხობის დროს ამოფუმფულდა, როგორც კი გამოვიღე, ძირი, ანუ შუაგული ჩავიდა ქვემოთ, რადგან შუაგული გვაქვს ცოტათი დატოვებული სველი, გვერდები რაც თავარი არის გამომცხვარი, იმისთვის რომ ნამცხვარმა ფორმა შეინარჩუნოს. ეხლა კი უნდა გადმოვაბრუნოთ. ხილად ვიღებთ. შოკოლადი გასქელდა, ზუსტად ის არის რაც გვინდოდა. ეხლა დავიწყოთ ჩვენი ორმაგი შოკოლადის ნამცხვრის მორთვა. ამაზე გადმოვიტანე, იმიტომ რომ შოკოლადი უნდა წაუსვა და ზედმეტი რაც იქნება ჩამოიღრება ქვემოთ, შესაბამისად არ დაისვრება თქვენი სამუშაო სივრცე. და დავიწყებ. ხა ცოტა გვერდებზე უნდა გადმოვიტანოთ ჩვენი შოკოლადი მთლიანი. შოკოლადი ნამცხვრის ტემპერატურისგან ცოტათი დნობას დაიწყებს. ეს არ არის პრობლემა. ეს ყველაფერი აუცილებელია რომ მოთავსდეს მაცივარში ცოტა ხანი. იმედი აქ სედრიკ გროლეს არავინ არ ელოდა. თორია გემო. ეხლა უნდა მივაკრათ ნუში. როგორც გინდათ ისე. მე ესე მივაკრა. A bushel and a peck and a hug around the neck. A hug around the neck and a barrel and a heap. A barrel and a heap and I'm
talking in my sleep about you.